სპეციალურად ავაშენეთ ქარხანა, რომ ის წყლის შემადგენლობის მიგრებო, რომელიც ასაჭიროებს ისე ქიმიურ ჩარევებს. მოგესალმებით. სალამი. მერიურად თავად? ო? იდაბერ სმენა მოსმენაში ხარ. გუშინ დაგიდიათ პოდკასტი ბატონ თემურთან და დავდეთ ზუსტად. საინტერესო გამოვიდა ჩაწერის პროცესიც ალბათ. კი, ყველაფერი საინტერესო. თითქმის ბოლოში გავდი. მართლა? სანამ მოვიდი. ეს პოდკასტები ძალიან მშვენი სხვათა შორის საწოლებში. ო, კი, იდეალური გამოსავალია და მადლობა თქვენ და ბევრი აკეთებს უკვე პრინციპში. ბევრი აკეთებს კი. კარგი ტენდენციაა და კარგი მიგნება, მოკლედ და ამით დავიწყოთ საუბარი მინდა პოდკასტის ამ პრინციპში. თქვენი мотиваცია რა იყო? სხვადასხვა мотиваცია არსებობს იმის, რომ ადამიანებმა ან გამოცდილება გაუზიარონ სხვებს, ან რაღაცა ინტერესს თემა მოუყვნენ, ან რა ვიცი, რამე ასწავლონ, ან მათგან ისწავლონ. თქვენი мотиваცია რა იყო? მე ყოველდღე შეგეძლოს მიირთმევ. ძალიან კონკრეტულ სეგმენტზე ფიქრობდი, პოდკასტს ვაკეთებდი და მან საჭიროებაზე. ეს არის ადამიანები, რომელსაც გააჩნიათ ბიზნესის იდეა და რომელიმე მიზეზით, ან მიზეზთა ერთობლიობით ვერ ან არ იწყებენ ბიზნესს. ეს არის ადამიანი, ვინც მე წარმომედგინა, რომ ძირითადი მაყურებელი, ეგ არ არის ერთადერთი მაყურებელი ამ პოდკასტის ხალხია, მაგრამ ძირითადად ამ ადამიანებისთვის, რომ ცირა მე მინდა რომ ბევრმა ადამიანმა გაბედოს და გააკეთოს თავის საქმე. გაბედოს თავისუფლება. მე ეგრე უყურებ, რომ შენ რო ბედავ შენ ბიზნესს, შენ ბედავ თავისუფლებას. ეს არ არის გარანტია იმისა, რომ გამოგივა, ბუნებრივი გარანტია აფერზე არ არის კუბოს გარდა. მაგრამ ფაქტი არის, რომ თუ არ ცადე ვერც გაიგებ გამოგივა თუ არა, ეს ხო ფაქტია. აქედან გამომდინარე, ჩემი мотиваცია არის, მე ვხედავ, რომ ამ ქვეყანას ჭირდება გამდიდრება, ამ ქვეყანას ჭირდება დოლათი შექმნა, ამ ქვეყანას ჭირდება ენტერპრენიორების გამოზრდა, ამ კულტურის დამკვიდრება. ალბათ ეგ არის, რასაც მე ვიმსახურები ჩემი პოდკასტი. ასე დავიწყე პირველი პოდკასტი, ესე გავუშვი ეთერში. მე მიყვა მეორეც, პირველის გაშვებამ ავტომატურად გააჩინა მეორეს იდეა, იმიტომ გამოდიოდი პოდკასტის ჩაწერებიდან და ვლაპარაკობდი, რომ სხვა პოდკასტი უნდა გავაკეთო და ის სხვა პოდკასტის გაჩნდა გზაში. სანამ აი პოდკასტებზე კიდევ მაქვს ერთი კითხვა, მაგრამ აი ეს ანტერპრენერობაზე მინდა გითხრა. ძირითადი, რასაც ვხდებოდი, არ ვიცი, კარიერის, არ ვიცი, მოღვაწეობის, ისე პირადი საუბრების განმავლობაში რა მთავარი ფაქტორებია, რაც ადამიანებს აჩერებს, რომ ის იდეა, რომელიც აქვთ, არ განახორციელონ, ან მერე განახორციელონ. ხვალ ბოლშაბათს. ბევრი მითია მაგის გარშემო, უცბად რო გითხრა, მაგრამ მითქვის სამს. სამ თავარ მითს ესე ვიძახი მე, თუმცა შეიძლება კიდე ბევრია, შეიძლება არა, კიდე ბევრია, მაგრამ სამია. სამი მითია და ერთი შიშია. მოდი ესე დავარქვა. სამი მითი და ერთი შიში, ერთად დადის. 4 ფაქტორი. ხო, 4 ფაქტორი. პირველი არის ის, რომ მე რო დავიწყო ბიზნესი, უნდა მქონდეს გენიალური იდეა, ან როგორც მინიმუმ ინოვაციური. ანუ სამყარო უნდა გადარჩეს ჩემი იდეა, ტრანსპორტირდეს თუ შეიცვალოს თუ პენცილინა გამოვიდა. რაღაცა ძალიან თუ ვაკეთებ, მაშინ რაღაცა ძალიან დიდი უნდა დავაკეთო. ეს არის მითი. იმიტომ რომ სინამდვილეში სამყარო ესე არის მოწყობილი. სამყარო მუდმივ დინამიკაშია და ჩვენ გვჭირდება სულ დახვეწა. იმისი რაც არის, იმის გამარჯვება ყოველთვის შეიძლება ერთი ნაბიჯი წინ გაკეთება. არსებულ ბიზნესზე უკეთესათაც გაუკეთებია ხალხს, რომელს ნიუკამერი ანუ მოსული იყო ბიზნესში და იმაზე უკეთესად გაუკეთებია, ვიდრე ვინც აქამდე ოპერირებდა ბიზნესში. ამიტომ არ არის ახლა მე სხვადასხვა ჩემ პოდკასტში მაგალითად აი გეგუშა ბიჭხაია ლაპარაკობს ანტრერო, რავი რომ შემოვედიო. ამ ყველაზე პენეტრირებულ ბიზნესში ვარ, რასაც ქვია, საკვები ობიექტი და პენეტრირებულ ბიზნესი და ხო, ანუ საკმაოდ და ამბობდა რომ ლონდონშიო 98%-იანი ფეილი არისო, ანუ მაგ ბიზნესში 98%
გადაწყვეტილების 1 წლის განმავლობაში ხდება გაჩენილი. მეორე ახსნა. ხო, ეხლა მეორე კი მე მესამე სახს. და რა ვიცი, ავიდე და გააკეთა რა, დახვეწა რაღაცნაირად. ესე პირველი მითი, მოდი ესე თქვა და ნებისმიერ სფეროს შეგიძლია შეხვიდე და გაუმჯობესო იქ. არ ჭირდება ამას არც გენიალური იდეა და არც ინოვაციური და არ არის ილონ მასკობა საჭირო მანდ. მეორე მითი, რომელიც ხელს უშლის ადამიანებს რომ დაიწყონ ბიზნესი, ჩემი აზრით, ეს არის ის რომ ჭირდება ბევრი ფული. ანუ კაპიტალი არ მაქვს, არ მერგო, სხვას ერგო, აბა მე ვინ მომცემს, ვინ მენდობა, აი ეს ფიქრები და ყველაზე მნიშვნელოვანია რა, ვის დამწყებია ყოველთვის ილუზიაში ცხოვრობს, რომ ვინც დაიწყო დიდიდან დაიწყო, არავინ არ დაიწყო, ყველა დაიწყო baby steps, ანუ ყველამ დაიწყო პატარა ნაბიჯებით. ერთი მაღაზიით, ერთი წერტილით, ხო, რაღაცა კონკრეტული, რაღაცა ნაბიჯით დაიწყო ყველამ და ეს ნაბიჯი პატარა იყო, ყველა პირველი ნაბიჯი არის პატარა, ამიტომ საჭირო არის მოძრაობა, ნაბიჯების გადადგმა. პატარა ნაბიჯი უფრო დიდ ნაბიჯს მოიტანს, დიდ ნაბიჯი უფრო დიდ ნაბიჯს მოიტანს და სადღაც ის გადაიქცევა ბიზნესი. მეგონი მეორე მითი. მესამე მითი ეს რომ მე ჭირდება კონექშენები, მე რა ვიცი, ჩემი არ იყო ბიზნესში და ჩემი ურთიერთობები არა მაქვს. ეს განება. ეს მითი არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის მოსული ბიზნესში, რომელსაც არანაირი ბიზნეს ბექგრაუნდი არ ჰქონდა, არც ოჯახი, არც კაპიტალი, არც კონექშენები, არაფერი არ ყოფილა და დაუწყია და წარმატებას მიუღწევია. და მთავარი შიში მაინც გონია რომ რომელიც იმალება ამის ყველაფერს, ყველა მიზეზის უკან იმალება ფეილი შიში. ყველა მიზეზის უკან საბოლოო ჯამში რომლის გამოც რაღაცას არ ვაკეთებთ არის ფეილი შიში. ეგ გვიბიზგებს უმოქმედებისკენ. ეგ გვიბიზგებს იმისკენ რომ ვიგონოთ მიზეზები და არ გადავდგოთ ნაბიჯი. იმიტომ რომ ჩვენ ფეილის უფრო მეტად გვეშინია ვიდრე იმისი რომ რო არ გავაკეთოთ და თუნდაც მოკვდეთ და მე ვინანოთ მაგის ეს არ გვეშინია როგორც ფეილის. და საბოლოო ჯამში რავი პოდკასტებიდან რაც მე ვისწავლე ეხლა აი ამ 6 თვის მანძილზე არის ერთ-ერთი მიზეზი არის ის რომ რავი არ უნდა ინანო, არ უნდა დაიტო, ცადო და როგორც მინიმუმ 7-ად იყო შენ თავთან რომ მე ვცადე, მე ყველაფერი გავაკეთე და ოკეი, მე გამომივიდა ან არ გამომივიდა, მაგრამ როგორც მინიმუმ სინანული არ მექნება იმისა რომ მე არ ვცადე. აი ვაიდა რო გამეკეთებით, აი ეს ვაიდა რო გამეკეთებინა ისეთი ჟანგიანი აზრი მგონია, რომ ეს ყველაფერი ჟანგავს. ან მაშინ უნდა გამეკეთებინა. აი მაშინ, აი მომენტში რო გამეკეთებინა, აი ის რომ ეცადა. ვიცი რამდენი არის ბიზნესი, რომელიც ადამიანს იდეა ქონდა და მე სხვისი განხორციელებული ნახა? ეს ხდება ყოველ დღე. კითხვა პოდკასტებზე რაც მინდოდა რომ დამესვა, ნაწილობრივ შეეხო, მე რაც ვისწავლე. ხო და ეგეც რაღაცნაირი ისეთი ხიბლი და კომპონენტი ხო არ არის, რომელზეც თავიდანვე ფიქრობდი რომ ამ პოდკასტებიდან მეც რაღაცას ვისწავლე. დავუცი. იმიტომ რომ ეგ პროცესი როგორც წესი არ ჩერდება, ხო, სწავლება. აი, ვიცი მე ისული ფრაზა მახსენდება რომ ვისთანაც დაждები ეგეთი გახდებია. ხო და მე მივარს წარმატებულ ადამიანებთან ჯდომა და მათი მოსმენა. მაგაზე უკეთესი რა არის, ლაგჟერია, ეგ არის ფუფუნება ეხლა რომ მე ვზივარ ესეთ ადამიანებთან, ეს წარმატებულ ადამიანებთან, ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. წარმატებულ ადამიანებთან და უსმენ მათ უსულ კითხვებს, ვაყოლინებ ისტორიებს და სწავლაც არის და სიამოვნებაც არის და ცნობის მოყვარეობაც და რა ვიცი, აი ყველაფერი ჩემთვის ერთად არის. შეიძლება სხვა რამეს სხვა კუთხით შეხედო უბრალოდ. შეიძლება არ გიფიქრია მაგაზე. ნუ მე ხშირად მომწონს, როცა მეც ბევრ ადამიანს ხვდები და ნუ პოდკასტს როცა უსმენ. შეიძლება აბსოლუტურად სხვა კუთხით დავინახო, შეიძლება ჟურნალისტიკაც მათ შორის, სადაც რამდენი წელი ვმუშაობ. false. ერთი მძიმე თემას მინდა შევეჭიდოთ მე და თქვენ უბრალოდ. ოკეი. რომელიც ეხება ბრენდს და ზოგადად ბრენდინგს და ასე შემდეგ. წყალი მაქვს კიდე თუ ნებოთ. არა, მაინც ავიღებ წყალს. აი საქართველოს ბრენდზე მინდა რომ ვისაუბროთ. ანუ იდეაში ჩვენ რას ვყიდით დღეს, რა შეიძლება რომ გავყიდოთ და მოკლედ რა გვაქვს რითიც სოფლიოში პირველები თუ არა, მაგრამ კარგი პოზიციონირება გავაკეთოთ.
მოიცა, კითხვა რაშია, რას ვყიდით თუ რა შეგვიძლია რომ რას ვყიდით დღეს და რა შეგვიძლია რომ გავყიდოთ? სწორად ვყიდით თუ არა ჩვენ ქვეყანას გლობალურ ბაზარზე, მარკეტზე. მე არა ვარ დარწმუნებული რომ დღეს არსებობს ინტერესი იმისა რომ ვყიდოთ ჩვენი ბრენდი უცხოეთში. მე წვიმებარება რომ დღეს ეს ინტერესი არსებობს. თუმცა ისევ ვიმეორებ მოდი ეგეთ რაღაცას ვეტყვი რა ჯიმი კოლინს Good to Great ციგში ერთ-ერთი ჩემი საყვარელი წიგნი არის ბიზნესის მართვის და ყველაფერს აქვს მაგარი გამოთქვა თუ ყველაზე მაგრა გამოდის თასმები შეკრა სამყაროში შეკარი თასმები აქედან გამომდინარე ჩემთვის ბრენდი არ ვიცი შენთვის რა არის ბრენდი ჩემთვის ბრენდი არის ორი რამე ადამიანი ვისაც ველაპარაკები და დაპირება რასაც ვაძლევ ანუ ვინ არის ის ადამიანი ვისაც ვესაუბრები და მეორე რას პირდები ან ბრენდი არის ჩემთვის თავიდან ბოლომდე დაპირება მე დღეს დაპირება რა არის ამ ქვეყნის არ მესმის მე არც ის მესმის ვის ველაპარაკებით და არც ის მესმის რას პირდებით აქედან გამომდინარე რომ არ მესმის და არ ვამბობ რომ არ პირდებიან მე არ მესმის ხო შეიძლება ჩემი პრობლემა იყოს არა მე ხო მაინდა-მაინც ვიღაცას თიც არ ვადებ მაგრამ რო ვფიქრდები 30 წლიან გამოცდილებაში იდეაში უნდა მესმოდეს ხო ანუ ყველანაირი ჩემი ლოგიკა შინაგანი კარნახობს რომ შენ თუ არ გესმის ესე იგი არ არის კაფიო ეგ ხო ან მართლა მაკედან არ დავიწყე შენთან საუბარი რომ განცდა მაქვს რომ არ არის ინტერესი დღეს ეს ბრენდი გაიხილოს ანუ დღეს განცდა მაქვს რომ სხვა ინტერესი დევს და ის ინტერესი უფრო მაღლა არის ვიდრე ბრენდი გაყიდო დღეს სამყაროში აი ეს არის საბოლოო ჯამში თუმცა ისე ვიმეორებ როგორ რაღაცა არის იცი სადღაც წავიკითხე ძალიან მაგარი ფრაზა რომელიც რაღაცნაირად მაგვანებს ან მართლობის სტილს პასუხობს ჩემი აზრით ძალიან რო სტრატეგიის არ ქონა არის სტრატეგია ანუ ხანდახან რაზე მიფიქრება იცი რომ ეგ არის რაც ხდება რა ანუ სტრატეგიის არ ქონა არის სტრატეგია ჩვენ შემთხვევაში ნახე ერთი საკითხი არის რომ გაცხადებულად კონდეს ნახე რეალურად ყველა დიდი კომპანია სხვა მაგალითად ოდნავ პოლიტიკას გავუძვით ცოტა ხანი ყველა დიდი კომპანიის სტრატეგია გაცხადებულია ანუ სტრატეგიაში მიზნებში არანაირი ორაზროვნება არ არსებობს ანუ არსებობს public საიტები სადაც შედიხარ annual reports ჩამოგაჩვენს ნიუ რეპორტი რაც არის განსაკუთრებით საჯარო კომპანიებსაც შეეხება ну ყველა დიდი კომპანია 90% საჯაროა მეთანხმები შედიხარ და კითხულობ წლის გეგმა რა არის და სტრატეგია რა არის და რას მივიღებ წლის ბოლოს და რა სეგმენტზე ვიმუშავებ და ყველაფერი ანუ აქ შემოდის თავარი პრინციპი ტრანსპარენტობა რომელიც ახასიათებს მაღალი სტანდარტის კორპორაციულ მართვას არის ტრანსპარენტობა აი ზუსტად ის რომ მე როგორც მოხმარებელს რო არ მესმის დაპირება რა არის ზუსტად ტრანსპარენტობის არ ქონა არის ანუ აჯენდა არსებობს მაგრამ ის აჯენდა არ არის ტრანსპარენტობა ანუ არსებობს აჯენდა რომელიც შეიძლება მეც არ მესმოდეს ბოლომდე და იმ აჯენდის მიღმა გაუგებარია ვის ველაპარაკები და რას პირდები ანუ როგორც ბრენდი ეს გარეთ რო შევხედოთ არ დაგვაუწეს თუ ქვეყნის ბრენდზე ვლაპარაკობ და ორი მთავარი სტეიკჰოლდერი არის ტურისტი და ინვესტორი ანუ ორი ყველაზე მთავარი ვინც გიყურებს ვინც ვისთვისაც არის ეს ბრენდი თუ ქვეყნის ბრენდზე ვლაპარაკობ და ორი მთავარი სეგმენტი არის ინვესტორი და ტურისტი და საბოლოო ჯამში მე მგონია რომ დღეს შეიძლება ეს გაურკვევლობა შევიდა ამ ორივე სეგმენტში და აქედან გამომდინარე უკვე მესამე სეგმენტზე ვლაპარაკობ არის მოსახლეობაზე ნახე როგორ რაღაცა ჩვენ სტეიკჰოლდერები ვართ ჩვენც ამ ბრენდის სტეიკჰოლდერები ჩვენ ვართ ამ ბრენდის ნაწილი და ალბათ ყველაზე ემოციურად მიჯაჭვული ნაწილი ვართ არ ტურისტი ინვესტორი გავაშევა ტურისტი ჩემოვა და წავალ ჩვენ გვაქვს ემოციური მა ამ ბრენდთან ყველაზე მეტი და
აქედან გამომდინარე მგონია რომ როგორც სტეიქჰოლდერები ყველაზე მეტ წნეხს და ყველაზე მეტ ნერვიულობას და ყველაზე მეტ პასუხისმგებლობასაც ხო არა. ალბათ ყველაფერს ერთად გამივსდით ჩვენ მოსახლეობა. იმიტომ რომ ამ ბრენდის მატარებლება, DNM-ის მატარებლება ვარ ჩვენ სულ ამ ბრენდისთვის. აქედან გამომდინარე შენ კითხვაზე არა მაქვს ესეთი ცალსახა პასუხი, აი ესე რო გითხრა, მაგრამ პასუხი არის ის, რომ პასუხი არა მაქვს. ხო, ის პასუხი. ხო, ანუ სიცხადე არ მაქვს. ჩემთვის გაუგებარია. მე ვიცოდი რას ვაშენებდი ადრე. მერის მონაწილეც ვიყავი, ზუსტად ვიცი რას ვაშენებდი და რა დაპირებებსაც იძლეოდა ეს ქვეყანა და რა პროექტებშიც მიიღია მონაწილეობა იქნებოდა ეს საინვესტიციო, რა ინვესტინგ ჯორჯიას გაპიარება თუ ტურისტულად, მის გაპიარება თუ ბათუმის გაპიარება თუ თბილისის გაპიარება თუ ბათუმის თუ city that loves you თუ არ ვიცი რა პროექტებიც არ მოყოლიყო, მე მისმოდა რას ვაპიარებდი. დღეს მე გარ მესმის. აქედან გამომდინარე მე თუ არ მესმის 30 წლიანი ბრენდოლოგიური ბექგრაუნდით და ემოციური მიჯაჭვობით. ნუ არ მგონია რომ ადვილი გასაგები იყო ჩვენ ხა. არა, ეხო იმაზე ხო დამხდებით, რომ ეგ საჭირო. ანუ სხვაგვარად რთულია ზოგადად განვითარებაც ადამიანებისაც მათ შორის საზოგადოების და ისიც ზოგადად როგორც ქვეყნის. ანუ მაგის გარეშე ხო რთულია. ანუ ეგ გჭირდება და ვინ უნდა ილაპარაკოს მაგაზე. ხა აი პოლიტიკა რო ჩამოაშოროს. პასუხისმგებლობა რას თქვი ხა? ეგეც ხო ჩვენი თემაც არის იდეაში რა, მოკლედ. საუბრობთ მაგაზე? იცი რა, მე მინდა ეგეთ რაღაცა შევხედოთ, რომ ქვეყნის ქვეყანა ცალკე აღება ბრენდი ვერ იარსებობს კონტექსტის გარეშე. კონტექსტი არის ქვეყანა, ხო? შეხედერგო რაღაც არის, როდესაც ქვეყანა რა მდგომარეობაში, ანუ მოდი ესე ვთქვათ, აი რა ვსწავლობ, რო აღიხსნა, რომ რა არის ქვეყნის დღის წესრიგი, ასე შემოვატრიალებ. ანუ ქვეყნის დღის წესრიგი არის დღეს რა ნაბიჯი გადავდგით წინ და რა შევქმნით და რა განმოვითარეთ, თუ ქვეყნის დღის წესრიგი რაღაცა სხვა. ნახე, ბრენდი ვერ იქნება დღის წესრიგს მოწყვეტილი. ანუ ბრენდი ხო რაღაცა ინსტრუმენტია, ანუ ინსტრუმენტია, რაღაც გაკითხვის ხო? ასე ვყიდით, რა მნიშვნელობა ტურისტზე ვყიდით, ინვესტორზე თუ ქვეყანაზე ვყიდით. რასაც ვყიდით, ეს განპირობებული არის კონტექსტით. დღესდღეობით მე პირადად როგორც კომუნიკაციის სპეციალისტი გეტყვი, რომ პოზიტიური კომუნიკაცია თითქმის ამ ქვეყანაში მოკვდა. ანუ დღესდღეობით ნეგატიური კომუნიკაცია ისე ვიმეორებ, ისედაც ბუნებით ბევრად უფრო როგორ თქვა, ტოქსიური და სივრცის მომცველია. იმიტომ რომ ადამიანის ტვინში ნეგატივი 6-10 უფრო სწრაფად ვრცელდება და მოიცავს ადამიანს ვიდრე პოზიტივი. პოზიტიური დღის წესრიგის გაყიდვა, როდესაც ნეგატიური დღის წესრიგი არის მაღალი, ძალიან ძნელი გამოცანა. მაგრამ ჩემი აზრით, ეგ არ მიხსნის მე პასუხისმგებლობას. როგორც ხელისუფალს მაგალითად, რომ ის დღის წესრიგი პოზიტიური დავტოვო, შევინარჩუნო და მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიური დღის წესრიგით, მაგრამ მებრძვია, მე ის პოზიტიური დღის წესრიგი არ დავკარგო. ანუ არ დავკარგო ეს პოზიტიური დღის წესრიგი. ეს ჩემი ვალდებულება არის. არ აქვს მნიშვნელობა ძალაუფლებაში ვინ იქნება, ვინც არ უნდა იყოს, ეს მისი ვალდებულება არის, რომ ქვეყანა, ნახე როგორ რაღაც არის, თან ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ნახე შეხედე. როგორც კი პოზიტიური კომუნიკაცია გაქრა, პრაქტიკულად მარკეტინგის სფერო ჩამოიშალა ქვეყანაში 0-თან ახლოს. ანუ დღეს ბრენდები ობიექტურად ფულს მარკეტინგში აღარ ხარჯავენ. რატო არ ხარჯავენ? იმიტომ რომ როდესაც ქვეყანაში პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი ფონური თემაა ქვეყანაში, ანუ აქ პოლიტიკას თუ არ იქნება პოზიტიური დღის წესრიგი და თუ და მე იმას კი ვლაპარაკობ, რომ უიმე კარგი ამინდია და ხალხი არაკეთებს, კი გასაგებია, აქ ნეგატიური დღის წესრიგი ობიექტ მე მაგას პოლიციას ვეძახე, რომ მოწამლა გარემოს ხო pollution, ხო? როგორც
სამთავრობო ისე ანტისამთავრობო ორივე მძალან მოწამლა განება პოპულაციურად რო შევხედოთ. მაგრამ ამავე დროს თლიანად გამქრალი არის დადებითი დღესასწაული. თლიანად, ანუ არ ვიცი, მე ამ ქვეყანაში დადებითი დღესასწაულს ვეღარ არ არის. ხო, მაგრამ რას ვამბობ, იცი, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ნახე როგორ რაღაც არის ის დადებითი დღესასწაული რო არ არის, ბრინდს აღარ აქვს ფესვირაში გაუშვას, ნიადაგი აღარ არის. ხვდები, აი, ეხა მიმყავდა, რატო აქვს ბრენდს პრობლემა? ბრენდს პრობლემა აქვს, იმიტომ ბრენდი არის ხე. რაღაცაზე. და ის რაღაცაზე უნდა იდგეს და ის ნიადაგი აღარ არის და არ არის ნეგატიური, როგორ თქვა, კონტექსტი ბრენდისთვის ის ნიადაგი, რომელშიც ბრენდს გამოსდი. აი, გარი პასუხი, რა ვიცი, ცოტა რთულად უპასუხე შენ კითხვას და მომიწია შორიდან წამოსვლა, მაგრამ ესეთი ცალსახა და მარტივი პასუხი მაგაზე არ არის. და საბოლოო ჯამში მე მგონია, რომ ამან ქვეყანაში მთლიანად მოსპო, რავი, დღეს მარკეტინგი გახდა უტილიტარული ინსტრუმენტი გაყიდვის. არა ფულს აღარ, საერთოდ მარცხა იმიჯო კამპანიებში აღარ, არაფერში აღარ დებენ ფულს. შეხედე, ელემენტარულად დააკვირდი, რომ დღეს ელემენტარს ვიტყვი რა, პროფესიონალურ CMO-ზე, Chief Marketing Officer-ზე დინამიკი დავარნილი არის, იმიტომ რომ ომი აღარ არის, ანუ აღარ არის ომი მარკეტინგული, სადაც მე მიღირს მოთამაშები. შევიდე ხო? მე მოთამაშე მიღირს ვიყიდე თუ თამაში მაქვს და თუ თამაში არ მაქვს, თუ მე უბრალოდ მეტაზე მჭირდება ჩემ აუდიტორიას ვაჩვენო ის მაგას, რავი, 200 ლარიანი თუ 300 ლარიანი კადრი იზავს რა. რაღაცზე მჭირდება მაშინ ისინი, რა ქვია, მოთამაშეები ზურად ღირებული. და ეგ მოთამაშეები ხო არ წავლენ ბაზრიდან. სხვა რა გზა იქნება. ეგ რისკები ხო არის? ცალსახად არის და არა მარტო მაგ სფეროში, ყველა სფეროში არის ეგ რისკი. მაგრამ მათი დაბრუნება ხო რთულია რეალურად. ამაზე თუ არ იქნება რთული. იცი რა. პერიოდია რა, მე ესე იგი პასუხებდი ზამთარს, შემოდგომას ზაფხულს, რომელიც ყველას უმეტესობას გვიყვარს, მოყვება მერე შემოდგომას მოყვება ზამთარი, ზამთარს მოყვება გაზაფხული. არავინ არ არის სამუდამო. აქედან გამომდინარე, ეს დრო შეიცვლება და ვინც დამბრუნებელია, ვინც წამსვლელი არის, წავა, ვინც არ არის წამსვლელი, არ წავა, ერთი ციკი არსებობს და მეორეც იარსებობს. მე დამბრუნებელი დაბრუნდება, ვინც დამბრუნებელი არ დაბრუნდება და ნუ მოკლედ უნებას აქვს კანონზომიერება, ანუ ეტაპები არის ყოველთვის რა. დღეს ესეთი ეტაპი არის და ეს ეტაპი მარტო ჩვენი ქვეყნის მდგომარეობით არ არის განპირობებული. ეს არის საერთაშორისო კონტექსტით განპირობებული ჩვენი შიდა ქვეყნის კონტექსტით. უბრალოდაც არ არის შვიდი სიტუაცია. არ არის, საერთოდ არ არის. რბილად რომ ვთქვათ. არის, საერთოდ არ არის და დღესდღეობით შეიძლება აი როგორ აღიხსნა ისეთი მეტამორფოზული პროცესები მიმდინარეობს სამყაროში. რომ ცოტა ხანი საქართველოს თავის თავს მიხედოს მართლა და ცოტა მოძლიერდეს და მომენტუმს დაელოდოს, ალბათ ეგეც არის რა. შეიძლება 100 წლის მერე რომ უკან გამოიხედო რაღაც საინტერესო ეტაპად დაინახო. შეიძლება, არა, ისე მიმეორებ, ხა წამში ვითარდება მოვლენები, ხა მე მგონია რომ ხა ესე გლობალურ პოლიტიკაში მაგდონეზე არ ვერკვევი, მაგრამ სადღაც რაღაცა წერტილში ჩვენ შემოვალ კონტექსტში ალბათ და საბოლოო ჯამში რაც შეიძლება ნაკლები ზიანი რომ მივიღოთ ახლა, რომ მე ამ ზიანის მოტრიალებაში ძალიან ბევრი რესურსი და დრო და შენ თქმის არ იყოს ადამიანური რესურსის დანაკლისი არ გახდეს ამ ქვეყანას. მინდა რომ რაღაც ტექნოლოგიებზეც კითხოთ და თქვენი შეფასება მოვისმინო. აი AI-ის ნაწილზე მაგალითად. რა შეცვლის საფრთხეა, მეგობარია, დამხმარია. ჩვენ ანუ ეს თაობა ასე ვთქვათ, რომელიც ახლა ამ ეპოქაში დაიბადა, მათ მარტივია კლავირებაც, მოძრაობაც შესწავლა აღარ უწევთ პრინციპში. ნუ აქ არის. რაღაც თაობას მათ შორის მეც მოგვიწია რომ გვესწავლა. დავწეოდით და ყოველდღე უნდა გავიკიდოთ. ხო, წამში რაღაცები რო იცვლება, ეს ტექნოლოგიებს პირველ რიგში ეხება. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება AI
ეს ტექნოლოგიები ჩვენ გამოვიყენოთ. ადამიანებმა, პროფესიებმა, რომლებიც ასე ვთქვათ, დღეს რაღაცებს უსწავლობ და ვეუბნებ. საფრთხეს ხედავ თუ არ ხედავ? თუ მაღაზე საერთოდ ვფიქრობ რა არა. იცი რა, მე მგონია რომ ეს თემა გადამეტებულად გაფეტიშებულია. დღის წესრიგში შემოვარდნები. ანუ მე ვიტყოდი რომ ალბათ 20 წლის თუ 30 წლის წინ იგივენაირად შეგვეძლო გველაპარაკა არის საფრთხე თუ არა Google-ში. ან რაღაცა სხვა რამეში. ხო, მე რო იაპონიაში ვნახე 2008 წელს ვიყავი, და იქ პირველად ვნახე სკროლვა თითით და უყურებდი და ვერ გებულობდი ეს იაპონელები ამ თითით რა ჟებიან. ვერ წარმოვიდგენდი რა მოძრაობაში. მოკლედ რა მინდა თქვა, იცი ეს ძალიან მაგარი უტილიტარული ინსტრუმენტია, რომელიც რას დროზე ისწავლი, მით უფრო კეთესია. როგორც Google-ი უნდა გწოდნო და კომპიუტერი და ინგლისური და კომპიუტერი იცისო, გასოს თუ არ გასოსო, ხო და ეგ არის ახლა ინგლისური და კომპიუტერი არის AI რა. უნდა იცოდე რა, მორჩა, დამთავრდა აღარ დგას კითხვის ნიშანი რა. ეს იგივე არის ახლა რაზე უნდა ვილაპარაკოთ ამ AI-ზე, რომ უნდა ვიცოდე თუ არ უნდა ვიცოდე, ეს ისეთივე კითხვაა, როგორც 30 წლის წინ გეკითხა ინგლისური და კომპიუტერი უნდა იცოდე თუ არ უნდა იცოდე. ნაის. მორჩა. და ყველა პროფესიაში რაღაცას იზავს, სადღაც უფრო მეც იზავს, სადღაც ნაკლებს იზავს. სადღაც საერთოდ ვერაფერს ვერ იზავს. ანუ ყველანაირი кейსი გვეჭირება ხალხში, ჩემი აზრით. და რა ვიცი, შეუქცევადი პროცესია რა, და რაც შეუქცევადი არის, ჯობია ყოველთვის მიიღო და რავი, როგორ შეიძლება იბენეფიტო იმისგან, რაც ისედაც ხდება. მაქედან გამომდინარე შეისრულო ის ბენეფიტი როგორ შეიძლება. ეს ფილმების ბრალიც არის რაღაცა 90-იან შაფილმებიც გადაიღეს და ჩვენ უყურებდით AI-მ რაღაც ვითომ ის საფრთხეები მოიტანა, რომ სოფლიოს მართვას დაიწყებს რობოტი. იცი რა. AI-ისგან იმდენი საფრთხე იყოს როგორც ადამიანებისგან, რომელიც გიჟი ადამიანებისგან, რომელიც ყველაფერზე სამსვლელები არიან. ვიდრე ამ AI-ისგან. მე მგონია რომ სხვა რამეზე ვნერვიულობ. და ის რო არსებობს ადამიანი, რომელიც ბოროტულად შეიძლება AI გამოიყენოს, ეგ სხვა საკითხია. ნებისმიერ ამ შეიძლება ცალსახად. მაგრამ ეგ არ ცვლის იმას, რომ ჩვენ გვყავს სულ უფრო და უფრო ადამიანები, რომელიც ნაკლებად ფიქრობენ ადამიანების გაერთიანებაზე, არამედ მეტად ფიქრობენ ადამიანების გაყოფაზე და ბატონობაზე. და ეს სახიფათო ტენდენცია არის ამ ტექნიკურ სამყაროში. ვის რა მოუვათავში აღარ იცი და აგერ უყურებ და აწი მე მგონია რომ 10 წელიწადში ორი საკითხი გადაწყვეტავს ყველა ქვეყნის ძალაუფლების ტიპს. ეს იქნება რამდენი დრონი ყავს და რამდენი რობოტი და რამდენი AI გაქვს ინტეგრირებული ჯარში. ამიტომ დამთავრდება ყველაფერი 10 წელიწადში. ხო, მე რაღაცა უფრო რთული ხდება რეალობის და არარსებული რეალობის გარჩევა ერთმანეთს. გახსოვს ბრუსვილის როკმოს თამაშობს რაღაცა იმაზე რო არის ყველა ავატარში რო დარბის და ეს არის ძალიან საინტერესო ფილმი ის რა აქ ნახე აუცილებლად ნახოს. ერთ მომენტში ყველა ავატარი დარბის და რაღაცა მომენტში ყველა ავატარი გაითიშება და ყველა ადამიანი გამოვა ქუჩაში. ანუ ესეთი ძალიან რთული სცენა, ძალიან საინტერესო სცენა არის, რომ რაღაცა მომენტში აღმოჩნდება, რომ ქუჩაში ცოცხალი ადამიანი აღარ დაიარება, ანუ ყველა რობოტი, ყველა ავატარია. ხო და ის არის რა ქვია. ჩვენ თქვენს არის ფილმებზე და წიგნებს რო ახსენებდი რა, ანუ ადამიანს ბევრი მუშაობა ჭირდება, რომ შეინარჩუნოს ადამიანობა. ხო, რა, მაინც სოციალური არსებები ვარ ჩაფში რა. ეგ საფრთხეები არ არის. რა საფრთხეები გვემუქრება, რა ადამიანი იმდენად ნარევია თვისებების, რომ ხო, არ ვიცი, COVID-მაც გვაჩვენა რა. COVID-მა შეცვალა სამყაროში წელსახად რა. ჩვენ ახლა სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, რაც COVID-მდე იყო და დღეს სამყაროც არის, დიდი განსხვავება ამ სამყაროში არის. ვინმე წარმოიდგენდა შერეულ გრაფიკებს და რა ვიცი, ჰიბრიდულ სამუშაო სივრცეს და არა.
ყველაფერი საბოლოო შეიძლება გამოცდილება. ყველა გამოცდილებიდან შეგვიძლია რამე ვისწავლოთ, ან რამე განვავითაროთ. მე მაინც მაკეთებ ოპტიმისტურად ვიყავ. ყველაფერი გამოცდილება. ყველა რაღაცას ვსწავლოთ. უბრალოდ ზოგი გაკვეთილი ძალიან ძვირი გვიჟდა. ხო, ზოგი ძვირია. ფასი ისეთია. ყველაზე ძვირი რა. ყველაზე ძვირი ფასი, მაგრამ გაკვეთილი. ეგრე გამოდის ყოველ შემთხვევაში. ეგეთი ემოცია. თქვენ ძალიან საინტერესო სერია გქონდათ ხოლმე. ვადევნებით თვალს. მოსმენის კულტურაზე. ეს რო გაშალო ახლა ეგ თემა, ისეთი პრობლემაა რა ჯამში. ადამიანების დონეზე რო დაიყვანო, ერთმანეთს მოსმენა გვიჭირს პირო. აი პროფესიაშიც მაგალითად, იგივე პოდკასტის ნაწილშიც ხო? აი რა არის ეს მოსმენის კულტურა და როგორ შეიძლება ადამიანებს ურთიერთობების განვითარებაში დაეხმაროს? და ეგ სერია გრძელდება თუ არა თქვენი ლექციების შეხვედრები თუ არა? მაგაზე ვფიქრობთ ხა რომ აღვადგინოთ. მოდი ეგეთ რაღაცას ვიტყვი რა. მოსმენა აი მე რომ მაგალითად რომ დამისვა ესეთი კითხვა რომ 100 უნარიდან რაც გაგაჩნია 99 საგარფოს და ეს დაგიტოვებთ. ახლა მოსმენას დავტოვებ. იმდენად მნიშვნელოვანი იმაში. ფუნდამენტური არის და მე გეტყვი ორი მანდაც რამოდენიმე მითია რომელიც მნიშვნელოვანია რომ ვახსენოთ. ჩინურად ასეთი ჩინური გამოთქმა თუ აღარ აზიურია ნო შენ გაქვს ორი ყურიო და ერთი პირი და ორჯერ მეტი მოსმინე და ნაკლები ლაპარაკია ხო რა იცი ჩვენ რადგანაც მოსმენა გაგვეჩნია ვერ ხვდებით რომ მოსმენა და გაგება არ არის ერთი და იგივე მოქმედება და ზმნა ანუ მოსმენა მოსმენისთვის მოსმენა პასუხისთვის ან მოსმენა მოსმენისთვის რომ მე შენი აზრი გავიგო და მოსმენა იმისთვის რომ მე შენ გიპასუხო არის რადიკალურად სხვა განზრახვა და მე თუ ვარ პარადიგმაში სადაც მე შენ რაღაცის მიღება მინდა შენგან ავიცი სიყვარულის მიღება მინდა თუ დაწინაურების თუ ბონუსის ამიშო რაღაცის მიღება მინდა შენგან მე მომენტში არ გისმენ იმისთვის რომ გაგიგო მე მისმენ იმისთვის რომ გიპასუხო და გამოგტყო ისი მიღებაც მინდა შეგა. ასეთი მოსმენა, ასეთი განზრახვით მოსმენა მეორე მხარეში არაფერს არ იწვევს პროტესტის გარდა. იმ მომენტში გინდაც რომ მინდოდა შენთვის დაწინაურება მოგცე, მაგრამ რომ გრძნობ რომ გამოტყუებით ხარ დაკავებული აღარ მინდა. მაგას ხოლმე მიხვდე. მაგრამ ჩვენ საბოლოოში ადამიანები ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. კომუნიკაციაში ვერბალურ კომუნიკაციას ანუ სიტყვებს აქვს მარტო 20% წონა, მეტი არ აქვს. 80% არის სხეულებრივი ენა, ენერგია, ინტუიცია, ჩვენ ინტუიცია. ყოველთვის გვეუბნება სადღაც შეგნით როცა სხვა ადამიანი გვატყუებს, ჩვენ ამას გვცნობთ. რო არა გულწრფელი, ბოლომდე ვერ ხვდებოდეთ. გულწრფელობა არა გულწრფელობა რაშია, მაგრამ არა გულწრფეობასთან რო გვაქვს საქმე, გზნობთ რა. ამიტომ მე ვიტყოდი ეგრე რომ მე ძალიან ბევრ გუნდთან და ლიდერთან ინდივიდთან მუშაობ და ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი რომელსაც ვასწავლე ადამიანებს მათ შორის ჩემ თავსაც მუდმივად ვსწავლობ მან არ არის სადღაც წერტილი ხო სუსტო ჩემ თავსაც ჩემ გუნდსაც და იმ ადამიანებს ვისაც ვეხმარები ყველას ფუნდამენტურად მოუწოდებ რომ მოსმენა ვისწავლოთ. ამიტომ მოსმენა არის ერთადერთი შესაძლებლობა სადაც მე შემიძლია კონფლიქტის გარეშე შეგითახლე რაღაცას. ეს იმდენად კრიტიკული უნარია რომ უნარი მარტო არ არის რეალურად პარადიგმა არის ანუ პარადიგმა რაც გვინდა აზროვნება ანუ რანაირად გისმენ აი წარმოიდგინე მაგალითად შენ გაქვს წარმოდგენა ვიღაც ადამიანზე რომ ის ადამიანი არის ბოროტი ან მაგალითად რავი აფერისტი თაღლითი ანუ რაღაც ნეგატიური წარმოდგენა გაქვს ადამიანზე შენ ამ წარმოდგენა ეს წარმოდგენა განაპირობებს შენ მოსმენას ამ ადამიანს ანუ შენ მის საუბარში თაღლითობას ეძებ აჭრილში უსმენ ხო ანუ
მაგას ამერიკელები ეძახიან ბაიას, ანუ განპირობებული მოსმენა. და ამ განპირობებულ მოსმენაში მე სინამდვილეში იმას კი არ ვხედავ შენ როგორი ხარ. მე ვხედავ მე როგორაც აღიქო შენ. და შესაბამისად აი ასეთი მოსმენა გვაქვს ადამიანებს, ზოგადად ჯერ განზრახვა გვაქვს რომ პასუხად არ გავიგოთ და მეორე გაგვეჩნია წარმოდგენები ადამიანებზე და მოვლენებზე და ასე უსმენთ ადამიანებს და მოვლენებს. აქედან გამომდინარე, როგორ თქვა, ეს ძალიან ზღუდავს ჩვენ შესაძლებლობებს. და მაგის წამალი ერთია, არის მოსმენის სწავლა, რომელსაც ხო შენ პოდკასტი რო ახსენე. ხშირად მეუბნებიან რაღაცა მეკითხებიან რა კონკურენტები რაღაც მე ამ მოსმენა პოდკასტში რო ვზივარ ადამიანს რო უსმენ მაგ მოსმენას 10 წელია ვამოვალე ანუ ეს არის ის კუნთი რომელსაც მე ვაშენებ 10 წელია და ვინმეს თუ ჩემზე მოკლე გზა გამოუვა გუდლაკ ანუ პრობლემა კი არის მარტო გამეხარდება რაც უფრო მეტი კარგი მსმენელი ეყოლება ამ ქვეყანას მაგას არ ჯობია არაფერი უბრალოდ დიდი დრო ჭირდება მაგ კუნთის განვითარებას მე დამჭირდა პირადად კარგი მსმენელი ვარ თუ არა როგორ გავიგო აი გითხვა რამდენად შეგიძლია გაუგო სხვას მათ შორის მაშინ როცა არ ითანხმები აი რამდენად შენს გვერდით ადამიანი გრძნობს თავს მოსმენივად და გაგებულად აი ეგ მიუთითებს იმას რამდენად გივარგა შენ მოსმენა ეგ არის საზო აი მეორე ადამიანი თითქოს აი ცოცხალია შენს გვერდით მკვდარი კი არ არის ცოცხალია ეს იმას ნიშნავს რომ შენ მას მიეცი სივრცე მოსმენით მიეცი სივრცე რომელშიც ეს ადამიანი გაიშალა თვით გამოხატვის აქტი ხდება მოსმენაში შენ არ შეგიძლია მაგალითად ჩემთან თვით გამოხატვა გააკეთო და მე შენ მოსმენა არ მოგეცი მე შენ სივრცე თუ არ მოგეცი შენ ამ სივრცე შენ გჭირდება სივრცე რომ გამომჟღავნე ამ სივრცეში მე მგონია რომ ადამიანებს ხა პროფესიაში დავავიწყო რესპონდენტებს კითხვები არ ხსნის მოსმენა ანუ კითხვები ხო რაღაც ნაწილობრივ მნიშვნელოვანია მაგრამ მე ვფიქრობ რომ კითხვა არ ხსნის ადამიანს კითხვა არის შესავალი ხო მას უნდება შენც რაღაც მოყოლა როცა ხდება რომ შენ მას უსმენ შესავალი სწორად უყურებს სწორი არსებობს არ ვიცი ამ სამყაროში მაგრამ ხო ეგრე მგონია რომ სწორად უყურებ და გეთახმებ მოდი მე მიხმიანება რასაც ამბობ მე ანუ მე გულისხმობ რომ მე პარადიგმა სწორი არასწორია და პარადიგმა მართალია და ტყუილია გაურბი ვარ ყველანაირად ამ პარადიგმებს იმისათვის რომ გამომდიდრო ეს სამყარო სადაც ჩემი აზრით შეიძლება იყოს სწორი და შენიც ანუ ჩვენ არ ვაზროვნებთ ეგრე რომ შეიძლება ორი განსხვავებული აზრი ოკეი იყოს ეგ არის ამ ქვეყნის პრობლემა სხვათა შორის ერთ-ერთი რომ ჩვენ არ შეგვიძლია განსხვავებულობაში ვიცხოვროთ ჩვენ ამ განსხვავებულობაში ვახჩობთ ერთმანეთს და არ ვაძლევთ შესაძლებლობას ერთმანეთს რომ განსხვავებული აზრი თანაცხოვრებაში ვიყოთ ჰარმონიულად მიუხედავად იმისა რომ არ ვთანხმდებით და ვიცით რომ არ ვთანხმდებით მაგრამ ამის გამო არ გვძულს ერთმანეთი არ გვძულს კი არა ამ განსხვავებული აზრებით რაღაცა ერთზე შეთანხმება შეიძლება იმის განვითარებას თუნდაც ანუ შეთანხმება იმაზე რომ დავждეთ მოусმინოთ ერთმანეთს ხო ანუ ეგ არის ჩვენი მე იმაში კი არ ვხედავ პრობლემას ამ ქვეყანაში პოლარიზაცია არის მე ვხედავ პრობლემას ამ პოლარიზაციას ხავს უცხობენ ანუ პოლარიზებული აზრი შეიძლება იყოს იმ პოლარიზაციას რას უშვები დილინგს როგორ აკეთებ ამ პოლარიზაციის აქამდე დავდივარ მე შემიძლია შევქმნა მაგალითად სივრცეს სადაც თუნდაც პოლარულად განსხვავებული ადამიანები დაჯდებიან და ერთმანეთს მოусმენენ ამ განსხვავებულობაში და ინახავენ ერთმანეთს კომპანიების მაგალითად რაღაც არ არსებობს ხა წარმატებული კომპანიები სადაც ყველა თანამშრომელი ერთ აზრზეა გამორიცხული ერთ აზრზე ეგრე ოთახში ოჯახებში არა ვარ ერთ აზრზე მყოფი ადამიანი მაგრამ შეიძლება შექმნა ჰარმონია სასახად მადლობა შესწავლისთვის BMG Drive-ის სერვისში წარმატებები პოდკასტი გამოწერილი მაქვს ზარის ხილვარიც
გავა აქტიური და ჩვენი ველოდებით. ერთი ძვირფასი მსმენელი მედიკლობს. კი ბატონო და ველოდებით საინტერესო ვიდეოებს და ამ წარმატებები თქვენ საქმეში და ჩვენს ქვეყანასაც ჩვენ წარმატებები. ქვეყანას სასახე წარმატებები და ჩვენ შეგვატაინოს წვლილი ისეთი როგორ შეგვიძლია რომ შევიდეთ. კი ბატონო. მადლობა. მადლობა შენ.